ჰიპოკრატეს ფიცი. ფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეება თუ რაცხრა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად, აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება. ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი. გაუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში. მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ეს ხელოვნება, თუ კი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე. რჩევადარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა, ვამცნო ჩემს ძედ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისა და კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას. ჩემი ძალღონისა და მიხედულობის შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დაუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარ ვნების მიყენებას და უსამართლობას. არ მივცე არც ერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა. ასევე არ მივცე არც ერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი. სპეტაკად და უმციკლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება, რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინა განზრახვა, უმართებულობა და ავისურვილი. მით უმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ და რუშობის ნდომა კაცთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ. ოდეს მკურნალობის ჟამს ან თუ სხვა დროს ყური მოკრა ან დავიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არავის გავუმხილო იგი. და მე განუხრელად შემსრულებლისა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემსახელოვნებაშიც და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიციან და ცრუ აღთქმა დავდო, პირ უკუ მომეგოს მე. ეთერშია დილის გადაცემა ვიტამინი. განმეორებით. დილამშვიდობისა მეგობრებო, ეკახოსიაშვილი და თამუნა ბოჭორიშვილი სიამოვნებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ასევე ძალიან დიდი სიამოვნებით და დიდი სიყვარულით მივესალმები. მოდი ასე ვიტყოდი ჩემს მოგვარეს პირველ რიგში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს მე მიამაყება ბატონო გოგი, უროლოგი გიორგი ბოჭორიშვილია ჩვენთან სტუმრად და ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ეს ადრიანად მობრძანდით ჩვენთან ხართ სტუდიაში და ბატონო გოგი, სანამ უროლოგიაზე ვისაუბრებდეთ, ასე თქვათ, მამაკაცების არა მარტო მამაკაცების, ხო? ამიტომ მოდით ჯერ აი იმ კლინიკის შესახებ გითხარით, რომელიც სულ ახალია, რომელიც თქვენ სანამ ჩვენ ასე ვთქვათ საუბრობდით, ახსენეთ, ეს არის მედი პრაივი და აი მის შესახებ, რომელიც რაღაცა განსხვავებულია, გითხარით და მოდით ჩვენ მსვენელებსაც უფრო დავაკონკრეტოთ, რა კლინიკაა, რა გამოკვლევები ტარდება აქ და ასე შემდეგ. მოგესალმებით, ეკა, მოგესალმებით თამუნა, იმედია ნეპოტიზმში არ ჩაგვიწყდა. არა. ესე იგი, მე მინდა გითხრათ, რომ ეს კლინიკა მედი პრაივი არის ნიკოლაძის 6 ნომერში, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებულ პრინციპზე აგებული კლინიკა, რომელშიც არ არის გარემო, რომელსაც ეჩეხება ყოველთვის პაციენტი, როცა შედის, სამყოფოს არ გავს, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ოჯახური გარემოა. სტილი არის სხვა. აბსოლუტურად სხვა სტილია. აქ არიან მოწვეული გამორჩეული პროფესიონალები ჩვენი ქვეყნის და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, როცა გამორჩეული სტუმარი ჩამობრძანდება, თქვათ, ქვეყანაში, მასაც ვთხოვთ, რომ თქვათ, თუ საჭიროა კონსულტაცია ჩაატაროს ჩვენი კლინიკის პირობებში. გვაქვს ყველანაირი დიაგნოსტიკური საშუალებები, ძალიან კარგი ლაბორატორია, ძალიან კარგი ეხოსკოპია და როგორც გითხარით, გამორჩეული პროფესიონალები არიან. პრინციპი კიდევ რა არის, ცით განსხვავებული, რომ იქ არც ერთი ექიმი დღის განმავლობაში, თქვათ, დილიდან საღამომდე არ არის. იქ არის მხოლოდ ჩაწერით, შეთანხმებით, კლინიკა მუშაობს საკმაოდ გვიანამდე, ანუ როცა ძალიან ბევრი კლინიკა
ქალაქში ქვეყანაში 4-5-ზე ამთავრებს ჩვენი კლინიკა პირიქით განსაკუთრებულად დატვირთვით მუშაობს სწორედ საღამო საათებში 7-ზე 8-ზე. როცა ადამიანი სხვა სამსახურიდან თავისუფლდება და თავისუფლად მოვიდეს და ძალიან ბევრს უჭირს თქვათ. ნამდვილად კომფორტულია და თან მით უმეტეს უკვე როცა ჩაწერილი ხარ და იცი რომ ჩაწერილი ხარ და იმ დროს მიხვალ იქ არანაირი რიგი არანაირი ის არის და რაც თავარი არის ესეთი გარემოთ ხო რომ გითხარე. სასიამოვნო გარე. მე მახსოვს პირველი პაციენტი რომ შემოვიდა და მას ყავა და ჩაი შესთავაზეს, რომ შეხედა იმ ინტერიერს სადაც მოხდა, იფიქრა რომ დავიღუპეო. ხო, ჯერ ერთი ეს იყო და მეორე ის იყო რომ ხო არ დავიღუპე და ისეთ ფასები ხო არ იქნება რომ ყავაც ჩემს ანგარიში ჩაიწერებაო და რომ გაიგო რომ ფასები პრაქტიკულად იგივეა რაც ქალაქის ყველა მეტნაკლებად ცნობილ აი ესეთ კლინიკაში ძალიან ბევრი აღთვალნებას ვერ მალავს და ნუ ძალიან ბევრია ისეთი რომელსაც მე რო იგებს რომ იქ არის ძალიან კარგი თქვათ გინეკოლოგი, ნევროლოგი, ეხლა მე როგორც უროლოგი თავისთავად ჩემთან ძალიან ბევრი პაციენტები. ასე რომ აი ესეთ პრინციპზე აგებული ეს კლინიკა და საინტერესოა რა. გასაგებია, ნუ მარტო უროლოგია არ არის. მრავალპროფილიანი ამბულატორიული მომსახურების ის არის მრავალპროფილიანი ამბულატორიული მომსახურება და გარდა ამ სამედიცინო სერვისებისა, ძირითადი სამედიცინო სერვისების არის აგრეთვე ძალიან კარგი კოსმეტოლოგიური მიმართულებაც, რეაბილიტაციური მიმართულებით რამე ხო არ გაქვთ? არა. და ეხლა ვიწყებთ უკვე ფაქტიურად ეს საქმე დაწყებულია ლაზეროთერაპია და ლაზერი. ხო, სხვადასხვა ეს ეპილაციები და რაღაც. ანუ ფაქტობრივად ესე იგი არ მithქვამს მე ტყუილი სილამაზესთანაც არის დაკავშირებული. იმიტომ ლამაზი გარემოა ძალიან და ამ ლამაზ გარემოში აი ეს ორი კომპონენტი კიდევ უფრო ალამაზებს იმ პაციენტს ვინც მოდის. ერთი პრაქტიკული კითხვა კიდე რაც ჩვენს ჯიბეს ეხება ხოლმე, სადაზღვევებთან თუ ურთიერთობ და თუ გაქვთ გეგმაში? სადაზღვევებთან გვაქვს ესეთი ურთიერთობა, რომ დაზღვეული პაციენტები იხდიან თანხას და მე გასაგებია. ყოველ შემთხვევაში ესეც შესაძლებელია. კი, რასაკვირველია, არანაირი პრობლემა არ არის. იქ გადახდა ხდება მე გადახდის ფორმაზე შეიძლება მკითხოთ რომ ეს ნაღდი ანგარის სწორებითაც და არის ტერმინალებითაც. ესეც 21 საუკუნე მოიტანა და არის ხოლმე კლინიკები, სადაც ეს კომფორტი არ არის და ზოგჯერ უქმნის პრობლემას. თქვენთან არის? ჩვენთან ეს პრობლემა თავიდანვე იყო მოხსნილი. გასაგებია. ბატონო გოგი, ასევე არაფრით არ შემიძლია არ კითხოთ. სანამ ისე უროლოგიას დაუბრუნდებით, რომ თქვენ ბრძანდებით შვილი ძალიან ცნობილი ქირურგის გოგი ბოჭორიშვილის და ალბათ ეს ძალიან საამაყოა თქვენთვის. მე გეტყვით, რომ ეს არის ძალიან საამაყო და ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის. ორმაგი. ხო, ეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მაყენებდა ყოველთვის, იმიტომ რომ უნდა დამეკმაყოფილებინა ის კრიტერიუმები, რასაც თქვა საზოგადოება წარმოგიდგენდა. და ამას მე ყოველთვის ვცნობდი დაბადებიდან ვერ გეტყვით ახლა, მაგრამ აი როცა უკვე გარკვეული ნაბიჯები გადავდგი, გნებავთ სკოლაში, გნებავთ უმაღლეს სასწავლებელში და გნებავთ მერეც, როცა მუშაობდი სხვადასხვა კლინიკებში, გნებავთ და გნებავთ საზღვარგარეთ, ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება და მაქვს დღემდე მიუხედავად იმისა რომ მამა გარდაიცვალა 2 წელი რაც გარდაიცვალა აი სულ ყოველთვის ხონდა რომ ის როგორ შეაფასებდა ამას და ის როგორ რას იტყოდა და ასე გავიზარდეთ ჩვენ ყველა შვილები და ასეთნაირად და ანუ თქვენი არჩევანი გამختარიყავით ექიმის ეს იყო თქვენი არჩევანი და არა მამის ხო? რასაკვირველია ეს იყო ჩემი არჩევანი მე ამას რასაკვირველი არ ვნანობ და პირიქით ძალიან მოხარული ვარ რომ თავიდან რომ ვიწყებდე თქვა ცხოვრებას ალბათ იგივეს გავაკეთებდი და იგივე ნაბიჯებს გადავდგამდი და იგივე გზას გავივლიდი მე ძალიან კარგად მახსოვს აი ჩემი თაობის აბიტურიენტები როცა ვაბარებდით სამედიცინო ინსტიტუტში ვთქვათ ექიმთა ოჯახიდან ვარ მეც და აი ძალიან ბევრი წრე მყავს ვალერიან კვერანჩხელაძე ხა თქვენთვის იქნება რომ ვალერიან ბაბუა იყო ჩემი ასე რომ შესაბამისად ერთ კლინიკაში მოღვაწეობდნენ ის ხო მეორე დიახ კამოს ქუჩაზე დიახ და მე უნდა გითხრათ რომ ბატონი ვალერიან მე ძალიან კარგად მახსოვს და ერთ პერიოდში შეიცვალენ კათედრის გამგეები სხვა შორის უნდა გითხრათ.
ბატონი ვალერიანის ადგილას სხვა მოვიდა და ბატონი მიხეილ ჩაჩავა იყო მეორე სართულზე, მოვიდა მამა. და მე მახსოვს რომ მიხეილ ჩაჩავას მაგიდა და მამა ჩემი იგივე კაბინეტში დაჯდა, სადაც ბატონი მიხეილი იჯდა და მის მაგიდას არ შეეხო. და ეს იყო სალაპარაკო, იმიტომ რომ ბევრი სხვანაირად იქცეოდა და სხვა ნაბიჯები გადადგეს. და პირიქით, ხო, ეს იყო ძალიან დიდი მოწიწება თავისი არა მარტო უფროსი კოლეგის, არამედ მიხეილ ჩაჩავა მამას ისევე როგორც გრიგოლ მუხაძე, უპირველი სკოლის არასაკურველია გრიგოლ მუხაძე და მე მიხეილ ჩაჩავა მამას მიაჩნდა თავის მასწავლებლებად და აი ამ მასწავლებლებს ცემდა საოცარ პატივს და ამით მიაგო სწორედ პატივი რომ ბატონი მიხეილის სიტყვა მიუხედავად იმისა რომ ის კლინიკის ხელმძღვანელი აღარ იყო ყოველთვის გასათვალისწინებელი და ყოველთვის მნიშვნელოვანი და ყოველთვის ფასეული. ბატონო გოგი, მამა იყო ქირურგი და თქვენ უროლოგიაში რატომ გადაწყვეტეთ რომ წასულიყავით? ხო, ესეც საინტერესო ისტორია. მე კარგად სწავლობდი სამედიცინო ინსტიტუტში. ეხლა არ ვიცი რამდენად ის არის, მაგრამ ლენურ სტიპენდიანტი ვიყავი. და ლენურ სტიპენდია ორ კაცს ჰქონდა სულ იმ ჩემს პერიოდში მე და ჩემ ერთ კურსელს საკმაოდ კარგი ექიმი და ძალიან ისეთი კარგი პიროვნებაა შუქრი თურმაიძე ახლაც მოღვაწეობს იმაში რა ქვია ქობულეთში და მეხუთე კურსზე სტუდენტ სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე ვიყავი და სხვა შორის ეს შენობაც აი მიონის ტერიტორია ჩემთვის ძალიან კარგი გასახსენებელია, იმიტომ რომ როცა სტუდენტ სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე გავხდი, პირველი კონფერენციების ჩატარება დავიწყე რეგულარულად, თანაც ეხლა ამას უცხოეთი ქვია და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტებიდან ჩამოყავდა სტუდენტები და პირველი ბეჭდური შრომათა კრებულები გამოიცემოდა სტუდენტების. ეს მაშინ საერთოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოუდგენელი რაღაცა იყო და გარკვეულად ფუფუნებათაც ითვლებოდა და ყველა ცდილობდა რომ საქართველოს ჩამოსულიყო იმ ანგარიშ კონფერენციაზე. მიონში ჩემი მეგობრი სალომე მიხაძის მამა იყო დირექტორი და ეს იყო დახურული სისტემა აქ აი ახლა როგორც მე წარმოუდგენელი იყო აქ შემოსულიყავი და მახსოვს ისინი დაამზადებინეთ რა ქვია სამკერდე ნიშნები ბეჯები დღეს რო ესე არა ბეჯები არა ისინი იყო პატარა რომ აგრდებოდეს ხო პატარა ემბლემები ამ კონფერენციის მე რაღაც ლოგო გავაკეთებინეთ და ეს იყო სწორედ ის წარმოება, სადაც ამის გაკეთება შეიძლება და ესენ საოცარ რაღაცებს აკეთებდნენ და ეს მათთვის იყო რაღაც ისეთი ძალიან მარტივი საქმე და ისეთი, ხო. და ამიტომ აი ეს მიონი ჩემთვის ამ ხრივ ძალიან საინტერესო იყო და ინსტიტუტს რომ ამთავრებდი, სულ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი ქირურგიაში და მე უკვე მამას კათედრის გამგე იყო ძალიან ცნობილი ქირურგი მემედ კობახიძე, მის მეუღლე იყო აკადემიკოსი ქალბატონი ნინა ჯავახიშვილი, არაჩვეულებრივი პიროვნება და სულ ძახთა მამას ეუბნებოდა რომ აი გოგი ისე მომწონს, უნდა ჩემთან წამოვიყვანო და მე უკვე მე-6 კურსზე ვარ, უკვე აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ აქვს, არაფერს არ ამბობს, მამაც არ აკითხება და სრულად შემთხვევით საოპერაციო ბლოკში მამა ოპერაციიდან გამოვიდა, მე იქ როგორც სუბორდინატორი ვიყავი და გამოიარა ვასილ ბაბუხადიამ უროლოგმა. უთხრა რომ ისაო რას უპირებო გოგისო და რა ვიცი რას უპირებო შენ რას იტყვიო და უროლოგიაში წამოვიდესო ძალიან საინტერესო დარგიაო და უროლოგიის კათედრა იმ წელს აღდგა სამედიცინო ინსტიტუტში. იმ წელს არა 2 წლით ადრე 73 წელს ეს მე 75-ში დავამთავრე და აი ასე მოხდი უროლოგიაში და მე იმდენად მომეწონა და იმდენად საინტერესო დარგი აღმოჩნდა რომ მე მოსკოვში მუშაობდი აკადემიკოს ლაპატკინთან იქ გავაკეთე საკანდიდატო გავაკეთე სადოქტორო
და ესე. არ ნანობთ ყოველ შემთხვევაში. არ ნანო. პირიქით. დავიწყე აზრი და არ დავამთავრე რატო დავიწყე ხა როცა ოჯახი ჩემი პერიოდის აბიტურიენტობაში ხა სამეცნიერო ინსტიტუტში მოხვედრა რა იყო გახსოვთ რა თქმა უნდა და რატო დავიწყე ეს იყო პერიოდი როდესაც აი საზოგადოებაში დაიწყო გალაშქრება ზუსტად იმ შვილების წინააღმდეგ ვისი ოჯახებიც იყო ხო სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ არ არის საჭირო ექიმის შვილი ისევ იყოს ექიმი და მე აი პირიქით ვიტყოდი რა ალბათ ეს ტრადიციები უფრო უნდა გრძელდებოდეს იმიტომ რომ ოჯახური გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თვითონ ის გარემო, რომელშიც ადამიანი არის მთელი ცხოვრება, ჩვენ უყურებდით იმას, თუ როგორი დაღლილი ბრუნდებოდა მამა სამსახურიდან, ან ღამე როგორ მიყავდათ ოპერაციის გასაკეთებლად. მე მახსოვს, ჩვენ სახლი გვაქვს ცხეთაში და იქ ჩამოსულან ღამე გვიან ძალიან 2-ზე 3-ზე და ნუ ამდგარ ვარ და მამასთვის უთქვამს ექიმს რომ ჩამოვედი ბატონო გოგი მუცელი გახსნილი გვაქვს და ნუ დავიბენით ან რაღაცა პრობლემა შეგვექმნა და ძალიან დიდი თხოვნა მოწეწება და იმავე წუთში ეს არასოდეს მე არ მახსოვს მიუხედავად იმისა რომ ეს ხეიბარი კაცი იყო და ფრონტზე ფეხი დაკარგა და თავის თავს თვითონ გაუწია მაშინ დახმარება, იმიტომ რომ იბომბებოდა ჰოსპიტალი, ეს იყო 42 წლის 13 მაისს მე კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ის სამხედრო ბილეთი მაქვს, რომელიც სისხლით არის. ნაკვალევია დარჩენილი. და 13 მაისს დაიბომბა ჰოსპიტალი, მამა ოპერაციას აკეთებდა. და გონს რომ მოვიდა ნახა რომ დაჭრილი იყო და კერჩი იყო დაჭრილი და რაც თავარია კიდური იყო მოგლეჯილი და სისხლის დენა იყო და ნაფლეთებზე ეკიდა ეს ფეხი თვითონ გადაიჭრა რასაუბრობთ ხო ეს არის ძალიან ცნობილი ისტორია თვითონ გადაიყვანცა ეს სიზარგოები და გზნობა დაკარგა და მე 15-ში დატოვა წითელმა არმიამ ყირიმი ქერჩი და ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ვინც შემთხვევით ნახეს რომ სუნთქავდა და აიღეს და გემბანზე გადატვირთული გემბანი იყო ამ დაჭრილებით დააწვინეს ამ გემბანზე და გემი რო დაიძრა ძლივს დაიძრა იმიტომ რომ ბოლო გემი იყო რომელიც გავიდა ქერჩიდან და დაეშვა გერმანელი ფრინავი ესე იგი პიკირება გააკეთა ამ იმაზე ამ ხომალდზე და ეს მამა ყოველთვის ყვებოდა მისი შავი თვალები ახსოვს ერთმანეთს შეხედეს და ის მიხვდა რომ ეს იყო გაუბედურებული ხალხი და არ დაბომბა და მე ესე ნოვოროსიისკი მე გროზნო და ბებიამ ძლივს მიაგდო ბებიამ ფაქტიურად მეუღლის გარეშე გაზარდა იმ 24 წელში ბაბუა დახვრიტეს და ფეხსაცმელები ჩაუტანა ორი ფეხსაცმელი რა თუნდა და ორი ერთი გასაგებია. მიუხედავად ახლა უროლოგიასაც ხო? და საქმეს მე ვიტყოდი რომ მართლა ძალიან საინტერესო ისტორია იყო მოგზაურობა და ასე ვთქვათ პატივი მივაგეთ თქვენი მამისულს რომელიც ამას ნამდვილად იმსახურებდა და გავიხსენეთ. ბატონო გოგი დავიწყოთ ესე ამ რადიოს რომელიც არსებობს 2013 წლის 15 ოქტომბრიდან პირველი სამედიცინო რადიო გაიხსნა უკვე ჩვენი მსმენელებისთვის კარგად არის ცნობილი და ასე ვთქვათ ხანდახან როცა ყავს ისეთი სტუმარი რომელიც აი დღეს პირველი ხართ პლუს ხარით რომ მოდიოდით გისმენდით ხო და დამაინტერესა სად მოდიოდით ჩვენი ტრადიცია არის ასეთი დილა იწყება ჰიპოკრატეს ფიცით. რა არის ჰიპოკრატე? სწორედ ჰიპოკრატეს ფიცს უსმენდი და ეს იყო იქიდანვე მოყვებით ესე იგი? ძალიან საჭირო. ასე რომ მე და ის მაიაკის ამბები. ძალიან კარგი. ჩემი წარი აბიტურიენტი. ასე რომ ჰიპოკრატეს ფიცი არის არაჩვეულებრივი ტექსტი, რომელშიც არის ერთი არაჩვეულებრივი დეფინიცია. ეს სამედიცინო ხელოვნება. ეს არ არის სამედიცინო მომსახურება. ეს არ არის მე ყოველთვის ვერიდები, წეხანაც რაღაცა სიტყვა რომ
ვიხმარე სამედიცინო სერვისი ვთქვი და არა მომსახურება, იმიტომ რომ მომსახურება სხვა რაღაცა ეს არ მე არავის არ ვაკნინებ აბსოლუტურად არც ერთ პროფესიის ადამიანს, მაგრამ ეს არის სამედიცინო ხელოვნება, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანთან, თითოეულ ინდივიდთან ურთიერთობა სწორედ საჭიროებს ექიმისგან რაღაც განსაკუთრებულ აზროვნებას, განსაკუთრებულ მიდგომას, ეს მართალია ჩვენ გადასულები ვართ ეგრეთ წოდებულ გაიდლაინებზე და ეგრეთ წოდებულ მტკიცებით მედიცინაზე, რომ აი იმ დროს ასე, მაგრამ მე მახსოვს 2008-2009 წელში, როგორც Fulbright-ის ეგრეთ წოდებული Fulbright Fellow მუშაობდი მემორიალურ ჰოსპიტალში ნიუ-იორკში. ეს არის ძალიან პრესტიჟული მექა სამედიცინო სამყაროში და იქ იყო ვიქტორ რეიტერი, პათანატომიური განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც ერთხელ ჩემთან საუბარში მითხრა, რომ არაჩვეულებრივია გაიდლაინები, მაგრამ ჩემთვის პიტერ სკარდინოს, ვინც უროლოგიის შეფი იყო, აზრი და გამოცდილება ბევრად უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი გაიდლაინი, იმიტომ რომ ის გრანდიოზული გამოცდილება, რაც მას აქვს, ვთქვათ, გნებავთ 10,000-ობით ოპერაცია, რადიკალური პროსტატექტომია თუ რადიკალური ნეფრექტომია თუ რაღაცა, აი ამაში მიღებული გამოცდილება არც ერთ გაიდლაინს არ უდებს ტოლს. ამიტომ ის რაც თქვენ გააქვთ და თქვენ მე როგორც გავიგე ეს თავარ ლეიტმოტივად გაზდევს ამ გადაცემას და მუდმივად არის კითხვა აი ამ ჰიპოკრატეს ფიცის ეს დამოკიდებულება ექიმისა, მენტორისა თავის მოწაფესთან, როგორ უნდა პატივი წეს იმ თავისი მასწავლებლის და თავისი გამზრდელის ოჯახს და ეს არის რაღაც უნიკალური ტექსტი და არა ის საბჭოთა ექიმის ფიცი, რომელსაც და რატო დავიწყე ჰიპოკრატეთი? ანუ ეს იყო მამა მედიცინის, ეხა გასაგებია, მაგრამ აი სწორედ ჩვენ დასაწყისში ჰიპოკრატეს პატარა ცხოვრება და ისტორია გავაცანით ჩვენს მენას, როდესაც საფუძველი ჩაეყარა რადიოს. გავღნიშნეთ სხვა რა დაღანარჩენ ნიუანსებთან ერთად, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შარდის სუნს, ფერს, კონსისტენციას, შემღვრევას, იტდ და იტპ. მოდით ესე გავაკეთოთ, ეს არის დილა და პრინციპში დილის ეთერი ყოველთვის ჩვენ სტუმართან მაგრამ იცით რა არის, ამას აქვს ხოლმე ყოველთვის ზოგად საგანმანათლებლო მისია ჩვენს დილის სტუმრებს, რომ აი მაქსიმალურად ავწიოთ მოსახლეობის განათლების დონე მედიცინაში. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თვითმკურნალობას გაუწიოთ, ასე ვთქვათ, ხო, არ დაუშვებელია, მაგრამ ნუ აი რაღაცები, რაც ან მივიწყებულია, ან ვიღაცისთვის არ არის ცნობილი, დავიწყოთ ესე, ჯერ ერთი რა დარგია უროლოგია აქედან და მე მართლაც რამდენჯერ ძალიან ბევრჯერ არა გნებავთ ოჯახის ექიმთან ვიზიტისას, გნებავთ ისე ექიმთან ვიზიტისას, ყოველთვის არის ხოლმე კითხვები, იგივე ამ შარტთან დაკავშირებით და ძალიან არ დავკვირვები ვარ, არ ვიცი, აქვს თუ არა ამას ყველაფერს მნიშვნელობა. გახსოვთ იმაში რომ არის რა ქვია, არ დაიძარდოს. Отлил 4-ю ступень. ეთყობა მეოთხე საფეხური დაგეღვარავ. კიო, როგორ მიხდიო? ხო, ესე იგი უროლოგია გახლავთ დარგი და მეცნიერების მიმართულება, სამედიცინო მეცნიერებისა, რომელიც სწავლობს ქალისა და მამაკაცის საშარდე სისტემის და მამაკაცის ჭარბსაცქესო სისტემის დაავადებებს. ეს დაავადება, ეს მიმართულება და ეს დარგი აი როგორც როცა მედიცინა ჩამოყალიბდა იმ დროიდან მოდის და ამაში ძალიან დიდი წვლილი სხვადასხვა ქვეყნის ექიმებმა შეიტანეს და დღეს სხვათა შორის მე-20 საუკუნის დასაწყისში ის იყო ერთადერთი დარგი, სადაც ყველაზე ფართოდ გამოიყენებოდა ეგრეთ წოდებული ენდოსკოპიური მეთოდები კვლევისა. არც ერთ მიმართულებაში არ გამოიყენებოდა ისე ფართოდ, როგორც უროლოგიაში და ამის ალბათ მიზეზი გახლავთ ის, რომ ნიჩემ გამოიგონა ცისტოსკოპი, ანუ ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო შარდის ბუშის შესვლა, განათებული ნატურით მისი დათვალიერება და მე ამას დაედო საფუძვლად უამრავი მეთოდი, ვთქვათ,
საკონტრასტო ნივთიერების შეყვანისა შარცაწვეთებში, თირკმლის ღრუვან ნაწილებში და აი რენტგენოლოგიის განვითარებასთან და ენდოსკოპიის განვითარებასთან ერთად გრანდიოზული კოლოსალური განვითარება ჰპოვა უროლოგიამ, სწორედ ამ თვალსაზრისით. დღეს ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ უროლოგია მამაკაცების პრობლემების გამხილველი და მომგვარებელი დარგი გახლავთ არა მე თქვენ გეტყვით რომ რა ქალებს კენჭები არა აქვს ხო რაღაცა უფრო ნეფროლოგიისკენ იხრებიან ხოლმე როდესაც აი ესე ეძებენ იმას სხვა შორის მე გეტყვით რომ ჩვენ ამ ბოლო დროს დავიწყეთ ძალიან საინტერესო მიმართულება ეგრეთ წოდებულ ცისტიტებთან დაკავშირებით ხალებში კი ხო ხალებში მორეციდივე ცისტიტებთან მიმართებაში კურნალობის ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდი გახლავთ, როცა შარდსადენი მილის ხრელი განვითარებული ურეთრო ჰიმენური ანუ საქალწულო აპკის დარღვევის შედეგად განვითარებული შეხორცებების გამო გადაადგილდება საშოსკენ და ყოველი ახალი სქესობრივი აქტი არის წარმოუდგენელი ტანჯვა წამება იმ ქალისთვის. ამიტომ ძალიან ბევრი თქვენ წარმოიდგინებთ ზღუდავს, ზოგჯერ წყვეტს კიდევაც სქესობრივ ცხოვრებას, იმიტომ ეს არის მათთვის გოლგოთა. და ამიტომ ეს ჩვენი გამოგონებული არ არის ამის პუბლიკაციები ჯერ ოდონელმა 59 წელს ამერიკის ქირურგიის ჟურნალში გამოქვეყნდა, შემდეგ ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ოფიციალურ ჟურნალში Journal of Urology-ში გამოქვეყნდა ორი ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომლის მიხედვითაც ამ შარდსადენი მილის გადატანა ხდება კლიტორისკენ ატანა და ეს პრობლემა იხსნება და ავიწყდება და ძალიან ბევრი ოპერაციები კეთდება ამ ბოლო დროს აი ამ თვალსაზრისით და ყოველი ახალი პაციენტი არის ხიდი შემდგომი პაციენტისა და პირიქით. ამიტომ ქალებში უროლოგია ძალიან დიდი წილი აქვს უროლოგიას. ხო და ახლა რაც შეეხება მამაკაცებთან რატო ასოცირდება, ალბათ იმიტომ რომ მოშარდვის აქტის დარღვევები პროსტატის გადიდებასთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ეს იწვევს მამაკაცების ძალიან დიდი ნაკადის მოსვლას მოდინებას უროლოგიისკენ. ეს არის 60 ძირითადად 70-80 უფრო აუცილებლად უნდა დაისვას ეს კითხვა და რატომ მე თქვენს ინტერვიუს კითხულობდი ერთ-ერთს და იქ იყო ზუსტად დასათაურებული ინტერვიუ იყო დარტყმა წელსქვევით. ანუ დაახლოებით რა ასაკში ელოდებათ ასე ვთქვათ მამაკაცებს დარტყმა წელსქვევით ეს ერთი და მეორე ალბათ უნდა გამოვყოთ გარკვეულწილად ეხა მანდილოსნებში რა მნიშვნელობა ქონდა სკრინინგ ცენტრების არსებობას ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და არც ისე დიდი ხანია ამას მე მოყვა უკვე იგივე განმარტოთ PSA ინდექსის ანუ არსებობა მნიშვნელობა რატო უნდა გააკეთოს, როდის უნდა გააკეთოს ეს და როგორ უნდა გააკონტროლოს მამაკაცმა და რა ასაკიდან საკუთარი თავი სკრინინგ ცენტრებზეც და მათ მნიშვნელობაზეც ვთქვათ ორი სიტყვა. ძალიან კარგი კითხვაა და მე გეტყვით რომ როცა ამერიკიდან დავბრუნდი მე მახსოვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ჰქონდა სხდომა რომელზეც სწორედ ეს პრობლემები იხილებოდა და მე მაშინ დავუკავშირდი მეცეურებს ამ კომიტეტისას და ვთქვი რომ არაჩვეულებრივია ჩვენ ქალებს უნდა მოვეფეროთ, ხელის გულზე უნდა ვატაროთ. რასაკვირველია ძუძუ ქალის ძალიან სათუთი და ძალიან ცნობიერა და კარგი ორგანოა და მას უნდა რასაკვირველია კოლევა ისევე როგორც ქალის ვთქვათ საშვილოსნოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მამაკაცს აქვს პროსტატა და პროსტატას აქვს ვთქვათ რიგი დაავადებები, რომელსაც საჭიროა ჩაუტარდეს ისეთივე სკრინინგი, როგორც ვთქვათ ქალს და თუ ამაში რაღაცა პატარა წვლილი მიმიწვის, რომ PSA სკრინინგი საქართველოში ქალთანაც ერთად დაიწყო ამაში განმარტოთ რა PSA ჩემთვის ეს ნობელია. რატო არის ესეთი მარკერი მნიშვნელოვანი? გახლავთ ფერმენტი, რომელსაც გამოიმუშავებს პროსტატა. ეს არის
ნივთიერება, რომლის მომატება პროსტატაში მიმდინარე რაღაც პროცესებს აღნიშნავს და ამდენად მისი კვლევა გარკვეულ მნიშვნელობას იძენს პროსტატის ისეთ დაავადების გარჩევისა და დიაგნოსტიკაში, როგორც პროსტატის კიბო გახლა. თუმცა პროსტატოს სპეციფიკური ანტიგენი მე ამაზე ჩემს მონოგრაფიაში დავწერე თავის დროზე, რომ ის არ არის სიმსივნური მარკერი. ანუ ის არის მარკერი, რომელიც ხო, ის არ არის ხო, აი შესაშინებელი. ამის დასტურად ჩვენ აი მემორიალში რომ მუშაობდით, მაშინ ძალიან დიდი და სერიოზული პუბლიკაცია გავაკეთეთ ამერიკელებთან ერთად ამ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის პერსპექტივებზე და პროგნოზულ ნიშნულობაზე პროსტატის კიბოს მკურნალობისას. იქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ძალიან ხშირად აი ფობია რო ჩდება, სიმსივნის ფობია, ამის გამო ამერიკაში მეოთხედ ადამიანებს და ეს მეოთხედი საკმაოდ დიდი რიცხვია. მილიონ კაცს უკეთდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ძალიან დიდი პუბლიკაცია, ერთ-ერთი დიდი 2006 წელს დაიბეჭდა. მილიონ კაცს გაუკეთა პროსტატოს სპეციფიური ანტიგენის მომატების გამო ბიოპსია, რომ დადგენილიყო ან გამოვლენილიყო პროსტატის კიბო, აღმოჩნდა, რომ მეოთხედს არანაირი კიბო არ ჰქონდა. მაგრამ ეს ბიოპსია კეთდება აუცილებლად გაუთქივარებით, ეს ჩვენთან არ არის თქვა ესეთ წესად. ეს გაუთქივარება როგორც წესი და არის პერიდურალური, ანუ სპინალური, ან ზოგადი გაუთქივარებით და რაც თავარია, აი შიში ის ფსიქოლოგიური დათრგუნვა, რაც ადამიანს აქვს იმის გამო, რომ მას შეიძლება კონდეს კიბო და კიბო ასოცირდება რაღაც საშინელებებთან. განაჩენთან. ეს ხო, საშინელ განაჩენთან, ეს იწვევს მათში რაღაც საშინელ სტრესს და დეპრესიას. ფსიქოლოგიურად უკვე ხო, წარმოიდგინეთ, ესე იგი, მეოთხედი, მილიონის მეოთხედი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია რა, ადამიანებს, რომელსაც არანაირი კიბო არ აქვს. ამიტომ წავიდა ძალიან დიდი ძიება იმ ახალი მარკერებისა, რომელიც არის სიმსივნის აღნიშვნელი. ანუ ეგრეთ წოდებული ონკომარკერები და ამ ონკომარკერების რიგში არის თავისუფალი პიესა, ანუ თავისუფალი პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი, რომელიც არის სწორედ ონკომარკერი. ამიტომ, როდესაც ადამიანი იკეთებს პროსტატის სპეციფიურ ანტიგენს და ის გარკვეულად არის მომატებული, სხვა შორის ამაზეც უნდა ითქვას, რომ ჩვენ როცა აი ამ დიდ პუბლიკაციას ვაკეთებდით ამერიკაში, ჩვენ ვერ მოვიძიეთ ვერც ერთი მასალა, რომლის მიხედვითაც იყო დადგენილი, რომ პიესას ნორმატიული ზღვარი არის აქედან აქამდე. ეს არის აღებული აპრიორი ვიღაც მიერ, რომ მოდით აი ეს იყოს. ხო, ნორმально. ძალიან საინტერესო ის არის. ხო, რაღაცა დამოყოლაფერს აქვს თავისი ზღვრები და მე ამან რასაკვირველია იმუშავა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირად ესე არ არის. და სწორედ ასეთ შემთხვევაში აი ეს ონკომარკერები, ეს არის თავისუფალი პიესა, რომელიც დღეს საქართველოს პირობებში კეთდება და მთელ მსოფლიოში და არის უამრავი კიდევ ონკომარკერები, ბევრი მათგანი განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ კეთდება თავისი ძალიან დიდი სიძვირის გამო და მუდმივი ძიება მიდის ამ ონკომარკერებს. ანუ პროსტატოს სპეციფიკური ანტიგენის მომატება ეს არ არის განაჩენი, რომ ადამიანს აქვს კიბო. იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ანთებადი პროცესის მიმანიშნებელი, იმიტომ ანთებადი პროცესის დროს ეს მარკერი მატულობს. ეს შეიძლება იყოს მომატებული, იმიტომ რომ პროსტატის ზომა არის დიდი. ანუ ძალიან ბევრი ფაქტორებია ესეთი, რომელიც ურთიერთ შეპირაპირება უნდა მოხდეს სხვადასხვა მეთოდებისა, კვლევის დრო ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია თითით გასინჯვა, რომელსაც მე ვერ ვიტყოდი, რომ ყველა ექიმი მიმართავს. ისევე როგორც აი ქალის გასინჯვისას, ვაგინალური გასინჯვა, არაფერი არ ცვლის ბიმანუალურ გასინჯვას ნამდვილად, მიუხედავად კვლევებისა.
ეუბნები პაციენტს და კი ვიყავი და გამიკეთეს ეხო არ არის. ეს არის დამატებითი კვლევის მეთოდი. ეს არის შერჩევის ისა დამხმარე მეთოდი, რომელიც რაღაცაში გეხმარება რომ უფრო უკეთესად გაერკვე და სწორი მიმართულება მეცე და ამიტომ აი ამ თვალსაზრისით ანუ ჯამური უნდა მოხდეს ეს ყველაფერი აუცილებლად და როცა არის პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი მომატებული ჩვენ ძალიან ხშირად თუ ეჭვი არსებობს იმისა რომ აი ეს ანთებადი პროცესით არის განპირობებული და ამას ადასტურებს თქვათ რექტალური ეხოსკოპია და არა მუცლის მხრიდან მიდგომით პროსტატის კვლევა, იმიტომ რომ ბევრად უფრო სწორი არის რექტალური, ანუ სწორი ნაწლავიდან პროსტატის ზომების, მაშინ მიმდინარე სტრუქტურის ცვლილებების შეფასება. ამის მერე ვიწყებთ ანტიბაქტერიულ მკურნალობას და ძალიან ხშირად ეს პიესა ვარდება. ანუ ესეც ერთ-ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ აქ ანტიბაქტერია. არაფრით არ შემიძლია პატარა ლირიული გადახვევა არ გავაკეთო, შევესწარი ექიმის და პაციენტის საუბარს. ექიმო პროსტატა მაქვს. კი ბატონო, გექნება. დიახ, მაქვს. გექნებათ ბატონო, ყველას აქვს. არა, ყველას არა აქვს. როგორ არა გააქვს და მე იწყება ამის სახმა, რომ პროსტატას არის ჩვეულებრივ წინამდებარე ჯირკვალი და ანთებას ქვია სხვა რამე. ჩემი ოჯახის წევრები საყვედურებენ ხოლმე და ალბათ დღესაც მეტყვიან და მისაყვედურებენ რომ შენ ისე ვიწყებ ამ თემას საუბარს. მე ჩემთან რომ მოდიან მეუბნებიან რომ პროსტატა მაქვს. ხო, კიდე წავიდე. ხო, ეხლა ეს შეიძლება მეორე მხრივ შეაფასო როგორც უბრალოება რა პროსტატა. მაგრამ ხო ვეუბნები რაც კვლევა მე და თქვენ გვაქვს პროსტატა, მაგრამ აი თქვენ ცოლს აქვს საშვილოსნო. აი ამითი გამსხოლდები და უკვე ადამიანი იბნება. ხო, ესე იგი ორგანო ანუ რო არის იმაში განცხადებებში ხო მკურნალო პროსტატას. ხო, ეს უკვე მიგანიშნებს იმაზე ვისთან მიდიხარ სამკურნალო. ესე იგი როგორ შეიძლება უმკურნალო ორგანოს. ორგანოს დაავადებას შეიძლება უმკურნალო ან რაღაცას. სხვადასხვა ბატონო გოგი აქ პროქტოლოგი ყავდა და მან აღნიშნა ერთ-ერთი ცარეკლამო რგოლი ყოფილა იქ რა რომ ესე იგი ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერი. სხვა შორის მაგასთან დაკავშირებით იყო თავის დროზე კვლევა კეთდებოდა თვარის შუქი როგორ მოქმედებდა იმაზე რა ქვია ბუასილის კვანძებზე და პაციენტები აყავდათ მე თუ არ ვწდები თაწმინდის პარკში და წარმოიდგინეთ შარვალ ჩაწეული ადამიანების რიგი რომელსაც და იქვე ჩავლილი LGBT აქტივისტი. კი, ეს ყველაფერი ერთად მოკლედ. ეს ეხლა უნდა ყოფილიყო, ამზად ჩააქრეს და გახსნილია. მედიცინა ნამდვილად სავსეა, ასეთი ვთქვათ, უცნაურობები და კურიოზები. სამწუხაროდ ჩვენი დრო ძალიან მალე გაილია, თუმცა მე იმედს ვიტოვებ იმედს ჩვენ Facebook-ზე დავათვალიერეთ ასე ვთქვათ თქვენი კლინიკის გვერდი. აუცილებლად გესტუმრებით, უფრო უკეთ გაცნობის მიზნით და ჩვენც გესტუმრებით თქვენს ახალ კლინიკაში. მეგობრობა გაგრძელდება, იმედი მაქვს. შეამალდება. რადგან იქ არა მარტო როგორც უკვე აღნიშნეთ, სილამაზესაც ეთმობა დრო და უფრო მეტად გავლამაზდა. ყავასაც გთავაზობენ. ყავასაც გთავაზობენ. ჩაისაც ძალიან გამიჩაი. ჩაი, კარგი. მე მოვალ, გავითვალისწინებთ ესე იგი. და იმედი ვიქონიოს რომ ჩვენ მარტო ყავის და ჩაის და ვისურვოთ რომ მარტო ამისთვის მისულიყავით. ხო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონოგოგი. ჩვენს მენელს მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი უროლოგი გიორგი ბოჭორიშვილი გსტუმრობდა და ასევე მედიპრაივის კლინიკური დირექტორი ბრძანდებით თქვენ და თავნა იმედს ვიტოვებ რომ FM103 ბატონი გოგის ცხოვრებაში უკვე აქტუალური არხი გახდება ბატონი გოგი ჩვენი ერთგული მსმენელია მოდი ასე ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კი ძვირფასო რადიო მსმენელებო აქვე დაგემშვიდობებით, რადგან 4 წუთში საინფორმაციო გამოშვებას უნდა დაუთმოთ ჩვენი დრო და ჩვენი ტალღა მედFM 103. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დილის გადაცემა ვიტამინი დასასრულს უახლოვდება. ეკა ხოსიაშვილი და თამნა ბოჭორიშვილი ხვალ დილამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. თქვენ მოისმინეთ დილის გადაცემა ვიტამინი. განმეორებით.